ისტორიული ცნობების მიხედვით ებრაელთა პირველი ტალღა ქართლში ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის აღების დროს ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეში ჩამოვიდა. მიგრაცია გაგრძელდა ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში, რომაელი კეისრის იულიუს ვესპასიანეს მიერ იერუსალიმის დარბევის შემდეგ. ქართული ისტორიული წყაროს მოქცევაი ქართლისაის მიხედვით ცხეთელი ებრაელი ქალი სიდონია საქართველოში ეკლესიის პირველი წმინდანია. ხოლო ებრაელმა ელიოს მცხეთელმა ქართლში ქრისტეს კვართი ჩამოიტანა. საქართველოს ტერიტორიაზე ებრაელთა იმიგრაცია გაგრძელდა მე-6, მე-10, მე-17 და მე-19 საუკუნეებში. ბაგრატიონთა შტო ებრაელებს არამარტო მფარველობას, არამედ გარკვეულ პრივილეგიებსაც თავაზობდა. დავით აღმაშენებლის დროს თბილისის გათავისუფლების შემდეგ ებრაელი ვაჭრები უფრო ნაკლებ გადასახადს იხდიდნენ, ვიდრე ქართველები. ებრაელებს შორის იყვნენ გამორჩეული ექიმები, ხელოვანები, ვაჭრები და ხელოსნები. სწავლაში, პოეზიაში, ხელოვნებაში, პოლიტიკაში, ერთი სიტყვით ყოველგვარ საქმეში ურიებმა აღმოაჩინეს საკვირველი ნიჭი, გონება და პატიოსნება, წერდა ქართველი პუბლიცისტი ნიკო ნიკოლაძე. ქართველი ებრაელები აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მათ შორის 1918 წელს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პარლამენტის ფორმირებაში. მე-19 საუკუნეში ახალციხელი ებრაელების ყოფაცხოვრება შალომ კობოშვილის შემოქმედებაში აისახა. კობოშვილი პირველი ებრაელი თვითნასწავლი მხატვარია საქართველოში. ებრაელთა თემატიკას ხვდებით დავით გველესიანის ნამუშევრებშიც. სწორედ დავით გველესიანის ერთ-ერთ ნახატზეა გამოსახული ლაილაშის ბიბლია. მე-11 საუკუნით დათარიღებული მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს ხელნაწერად აღიარებული თორა ეტრატზეა დაწერილი და საუკუნეების განმავლობაში ლეჩხუმში, ლაილაშის სინაგოგაში ინახებოდა. დღეს იგი საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული. ებრაული ხელნაწერი მემკვიდრეობიდან გამორჩეულია ბრეთის ბიბლიაც, იგივე ავალიანთ, ავალიშვილების თორა, რომელიც მე-16 საუკუნით თარიღდება. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება ებრაული კულტურისა და იუდაიზმის ამსახველი ექსპონატები, რელიგიური და რიტუალური დანიშნულების ნივთები, ებრაული სამოსი, ეთნოგრაფიული ექსპონატები, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია სინაგოგები და სასაფლაოები. მკვლევართა ინფორმაციით საქართველოში სულ 25 სინაგოგა და 40-მდე ებრაული სასაფლაოა. ონის სინაგოგის დანგრევა საბჭოთა ხელისუფლებას 1923 წელს უცდია. გადმოცემის თანახმად, როდესაც ქალაქში ეს ამბავი გავრცელებულა, პროტესტის ნიშნად ქართველი და ებრაელი ქალები სინაგოგაში ჩვილ ბავშვებთან ერთად ჩაკეტილან. პროტესტი რამდენიმე დღე გაგრძელდა, სანამ საბჭოთა ხელისუფლებას ბრძანება არ შეუცვლია. ასე შეჩერებულა სინაგოგის დანგრევა. ონში საქართველოს ჰოლოკოსტის ერთადერთი მემორიალი 2020 წელს გაიხსნა. ანტისემიტიზმი. ქართველებისა და ებრაელების 26 საუკუნოვანი მეგობრობის ბევრი ისტორიული მაგალითი არსებობს. თუმცა იყო ებრაელთა დევნისა და ანტისემიტიზმის არაერთი შემთხვევაც. არსებობს ცნობები ცილისწამების გამო მე-19 საუკუნეში ებრაელთა დევნის, მათ შორის ეგრეთ წოდებული სურამის პოგრომის შესახებ. ამ ფაქტებს აღწერენ პუბლიცისტები სერგეი მესხი და ილია ალხაზიშვილი. დაერივნენ ურიებს და ბრალიან და უბრალოს ქალსა და კაცს, ვინც კი ხელში მოხვდათ, სულ ყველას თავპირი ამტვრიეს. ურიების სალოცავში სინაგოგაში შეცვლიდნენ და რაც კი ხელთ მოხვდათ, სულ ყოველივე მილეწ მოლეწეს. დღეს ურია შეურაცხმყოფელი ტერმინია, მას მე-20 საუკუნიდან აღარ იყენებენ. მის ნაცვლად დამკვიდრდა ტერმინი ებრაელი. საბჭოთა რეპრესიები. საბჭოთა რეპრესიები ყველა რელიგიურ და ეთნიკურ თემს შეეხო, მათ შორის ებრაელებსაც. 1929-1938 წლებში საბჭოთა ხელისუფლების ბრძანებით მოკლეს 9 ხახამი. რეპრესიებს ვერ გადაურჩა ქართველ ებრაელთა სათვისტომოს ლიდერი, რაბინი და საქართველოში სიონისტური მოძრაობის ერთ-ერთი ფუძემდებელი დავით ბააზოვი. ბააზოვი წერდა: ჩემი ებრაელობა ხელს არ შემიშლის, რომ საქართველოს თავი შევწირო და არც ქართველობა შემიშლის ხელს, რომ ებრაელობა მტკიცედ შევინახო. ბააზოვი საბჭოთა ხელისუფლებამ ციმბირში გადაასახლა. მისი შვილი, მწერალი და დრამატურგი გერცელ ბააზოვი კი დახვრიტეს. მას ბრალად ედებოდა სიონისტური კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრობა და ანტისაბჭოთა ნაციონალისტური აგიტაცია. 1951 წელს დახურეს ებრაელთა მუზეუმი, როგორც სიონიზმის კერა და ებრაულ თემს ჩამოართვეს. მუზეუმი 1992 წელს აღადგინეს, თუმცა შენობა ავარიულობის გამო 2014 წელს გაიხსნა და დავით ბააზოვის სახელს ატარებს. დღეს საქართველოში 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით 1373 ებრაელი ცხოვრობს.
თანამედროვე ანტისემიტიზმი. ანტისემიტიზმი და ებრაელების მიმართ სტერეოტიპები საქართველოში დღესაც გვხვდება. მაგალითად, ანტისემიტიზმის გამოვლინებებია, როდესაც ამბობენ, რომ ებრაელები ქრისტესა და ქრისტიანებს დევნიან. კოლექტიურად ადანაშაულებენ მათ ქრისტეს ჯვარცმაში. ავრცელებენ შეთქმულების თეორიას ებრაელთა მიერ მსოფლიოს კონტროლისა და დომინანციის შესახებ. ამართლებენ სტალინის რეპრესიებს ზოგადად ებრაელების, განსაკუთრებით კი სიონისტების მიმართ. 2018 წელს შეუწყნარებლობის საფუძველზე მოკლეს უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი. მოწმეებისა და საქმის მასალების მიხედვით იკვეთება, რომ საფაროვი მისი ებრაული წარმომავლობის გამო მოკლეს. საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობები. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოსა და ისრაელს შორის მეგობრული ურთიერთობა გაღრმავდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ისრაელელმა ინვესტორებმა საქართველოში დაახლოებით 9 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიცია განახორციელეს. საქართველოში ისრაელის საელჩოს გახსნისთანავე ამოქმედდა ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს პროგრამა „მაშავი“. იგი სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსს აფინანსებს. რეგიონების მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო სფეროში შემოაქვს ისრაელის მოწინავე ტექნოლოგიები და გამოცდილება და ჰუმანიტარულ საქმიანობას ეწევა.